ისეთი კვლევითმა ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში სერვისებისა და მომსახურების კუთხით მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს და მოლოდინებს განსაზღვრავს. კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის წილი, ვინც მომსახურების ხარისხი საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა 2023 წელთან შედარებით 0.4 ქულით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლიდერ პოზიციას იკავებდა სააფთიაქო მომსახურება 8.75 ქულიანი შეფასებით და მეორე და მესამე ადგილებზე მას გასართობ შემეცნებითი და სილამაზის და თავის მოვლის მომსახურებები მოყვებოდა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის მომსახურებები, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინებს ყველაზე ნაკლებად აკმაყოფილებს. ამ სიაში კი ჯანდაცვის სექტორი მოხვდა. ქულები ასე გამოიყურება საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები 6.98 ქულა, ასევე მომსახურება, სადაზღვევო მომსახურება 7.23 ქულა და ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების კმაყოფილებამ და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში და მოლებში მიღებულმა მომსახურებამ. უფრო მეც რა მომსახურებების მხრივ როგორია მდგომარეობა მოკლედ სერვისების ნაწილში, ნინო პაქსაშვილი ACT კვლევითი ანალიტიკოსი გვეტყვის, რომელიც სტუდიაში გვერდება. ნინო დილამშვიდობისა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ 2023 წელს ჩატარდა და ახლა 2 წლის მერე გამეორდა მომსახურება. რა შეიცვალა მოკლედ მომსახურებაში და სერვისებში და სად გვაქვს გაუმჯობესება და სად გაუარესება? მოგესალმებით. 2023 წელსაც ჩავატარეთ მსგავსი ტიპის კვლევა, შესაბამისად ქონდა შესაძლებლობა შეგვედარებინა მონაცემები. ზოგადი მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი 2023 წელთან მიმართებით მიმდინარე წელს გაზრდილი არის და 7.4 ქულას შეადგენს, ანუ 0.4-ით გაიზარდა მომსახურების ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებელი. თუ უშუალოდ კონკრეტულ სფეროების კმაყოფილების მაჩვენებლებს შევხედავთ, თითქმის ყველა სფეროში გაზრდილი არის 2023 წელთან მიმართებით მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი. გარდა მიწოდება მიტანის სერვისებისა, რომლის კმაყოფილების მაჩვენებელი 2023 წელს იყო 8.5 და შემცირდა და მიმდინარე წელს 8.2 არის. ასევე შემცირებული არის სუპერმარკეტების, ჰიპერმარკეტების, მინიმარკეტების და მოლების მომსახურების მაჩვენებელი. 7.93 იყო 2023 წელს და მიმდინარე წელს 7.66 არის მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი ამ სფეროებში. სად არის ყველაზე მეტად გაუმჯობესება რომელ მომსახურებაში, რომელ სერვისებში, რაც წინა პერიოდში უფრო პრობლემა იყო და შეიძლება დღეს არ არის ლიდერ პოზიციაზე, თუმცა გაუმჯობესება უფრო მაღალია იმ სფეროებში. თითქმის ყველა სფეროში გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებით შეგვიძლია გამოყოთ სააფთიაქო მომსახურება, რომელიც ლიდერ პოზიციას იკავებს, როგორც მიმდინარე წელს, ასევე 2023 წლის მონაცემებით, ანუ საზოგადოება საქართველოში ყველაზე მაღალი კმაყოფილების მაჩვენებლებით ამ სფეროს აფასებს, ასევე სხვა სფეროების გაზრდილი არის, გარდა იმ ორი სფეროსი, რომელიც აღნიშნა, ეს არის მიწოდება მიტანის სერვისი და სუპერმარკეტები, მინიმარკეტები, მოლები. რა არის მთავარი ხარვეზი და პრობლემა, რაცაც მან დასახელებენ მოქალაქეები? ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა კონკრეტული მიზეზების შესწავლა, რა ამ განაპირობა, ცვლილება, მომატება მომსახურების ხარისხის კმაყოფილების ან შემცირება, თუმცა კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ ის ძირითადი კრიტერიუმები და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აფასებენ მომსახურების ხარისხს საქართველოში. როგორც კვლევამ გვიჩვენა, 42%-ისთვის ეს არის ყურადღებიანობა და თავაზიანობა მომსახურე პერსონალის, ასევე დაახლოებით მეხუთედისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი მომსახურე პერსონალის და მესამე ტოპ კრიტერიუმი, რაც შეგვიძლია გამოვყოთ მომსახურების ხარისხის შეფასების, ეს არის სისწრაფე და ოპერატიულობა. რა ნაწილშიც ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა არსებობს საქართველოში. ჯანდაცვის სექტორზე მინდა გკითხოთ, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში ყველაზე მეტად მოკლედ ამით არიან ადამიანები უკმაყოფილოები, რა არის მთავარი მიზეზი, თუ იკვლიეთ ეს ნაწილი და დაყოფილი იყო ხო სადაზღვევების მიმართულებაში, უფრო მძიმე იყო მდგომარეობა საკლინიკებში, უფრო ნაკლებად ასე შემდეგ, აი ამაზეც რა უფრო ვრცლად გითხრათ. ჩვენ სხვადასხვა კატეგორიები გამოვყავით, რომელსაც მომხმარებელი თითქმის ყოველდღიურად იღებს მომსახურებას. ერთ-ერთი სფერო იყო სადაზღვევო მომსახურება და ასევე კლინიკების, ლაბორატორიების და საავადმყოფოების მიმართულება. და როგორც გვიჩვენა, მიმდინარე წელს ყველაზე დაბალი ქულებით ეს ორი სფერო არის შეფასებული, რომელიც ჯანდაცვას უკავშირდება. კონკრეტული მიზეზები არ შეგვიძლია გამოვყოთ, თუ რატომ შეფასდა ესეთი დაბალი ქულებით, თუმცა თუ დავაკავშირებთ, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს იმ კრიტერიუმებთან, რომლითაც ზოგადად მომსახურების ხარისხს აფასებს საქართველოში. 2023 წელს შეტარებულ კვლევაში ჯანდაცვა იყო ბოლო ადგილზე? არა, ჯანდაცვა არ ყოფილა. 2023 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის კმაყოფილების მაჩვენებელის მიმდინარე კვლევის შედეგებით გაუმჯობესებული არის. შედარებით დაბალი ქულები იყო ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მოლებზე, ჰიპერმარკეტებზე
ჰიპერმარკეტებზე. საინტერესოა მოლების ნაწილი, აქ როგორია მდგომარეობა და თუ შევადარებთ წინა პერიოდს, სად არის გაუმჯობესება ან სად არის გავარესება? წინა პერიოდს თუ შევადარებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი გაუმჯობესებული არის და ბოლო ადგილიდან ბოლოდან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა. რაც შეეხება მოლებს და სუპერმარკეტებს, ამ მიმართულებით გაუარესება გვაქვს მომსახურების ხარისხის მიმართულებით, კმაყოფილება შედარებით დაბალი არის, ვიდრე 2023 წელს იყო. ჯამში რამდენი სექტორი მიმოიხილეთ, ასე ვთქვათ, რა იყო ჩამონათვალში და როგორი იყო ეს კვლევის მეთოდოლოგიაზეც რომ გითხრათ ორი სიტყვა. კვლევის მეთოდოლოგია იყო შემთხვევითი შერჩევად, სატელეფონო ინტერვიუს გამოყენებით გამოვიკითხეთ საქართველოს მასშტაბით 2025 წელს 804-ის ზრდასრული ადამიანი, ხოლო 2023 წელს ანალოგიური მიდგომით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სატელეფონო ინტერვიუს გამოყენებით გამოვიკითხეთ 806-ის ზრდასრული ადამიანი, ამან მოგწოდა შესაძლებლობა რომ მონაცემების შეგვედარებინა ერთმანეთთან და გაგვეკეთებინა გარკვეული ანალიზი, სად გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი, კმაყოფილება და სად პირიქით. ნინი, ეს იყო მხოლოდ თბილისს ეხებოდა თუ მთელ საქართველოს და როცა ვსაუბრობთ რომ რაღაცა ჯანდაცვის სექტორები თუ იქნება ეს ჰიპერმარკეტები თუ მაღაზიები ჩვეულებრივი უბნის ეხება სხვა ქალაქებსაც და მთელ ყველა რეგიონს. ჩვენ დავფარეთ მთლიანი საქართველო და კვლევა როგორც 2023 წელს, ასევე 2025 წელს საქართველოს მასშტაბით ჩავატარეთ. მოლების შემთხვევაში როგორი იყო სურათი, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ თითქოს ამ ნაწილში არ არის რაღაცა ეს მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვესები, რა არის სერვისის დამამსახურებაში მთავარი გამოწვევები და წინა პერიოდს თუ შევადარებთ, აქ რა გაუმჯობესება ან გავარესება. ჩვენ საერთო კატეგორიაში ქონდა გაყვანილი სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, მინიმარკეტები და მოლები ერთ კატეგორიაში იყო და შესაბამისად კონკრეტულ მიზეზებზე ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმაზე, რომ მომხმარებლის მოლოდინები არ არის დაკმაყოფილებული ისე, როგორც ისინი ელოდებიან რომ მიიღებენ მომსახურებას. თუ აქვს კვლევას რეკომენდაციები, რომელსაც თავაზობთ, როგორც სახელმწიფო უწყობებს ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მიმართულებას გაუმჯობესების კუთხით, ისევ კერძო ბიზნესს. ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა რომ მომხმარებლის საჭიროებები, მოლოდინები და დამოკიდებული რომ მათ შეისწავლონ, რათა მათ პულსზე ჰქონდეთ ხელი და შეადარონ მონაცემები ერთმანეთს, რომ რა შეიძლება ცვალებადი გარემო არის საკმაოდ კონკურენტული და ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი არის მონაცემების შედარება. მომსახურება და სერვისი არის ის ნაწილი, სადაც საქართველოს მეგონი ყველაზე მეტად უჭირდა, ხო, ეს ტურიზმის ნაწილშიც გამუდმებით ვსაუბრობთ, რომ პრობლემები გვაქვს საკადრო მიმართულებით და მაშინ, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, კიდევ უფრო მეტად გავარესდა და ამას დაემატა უცხოური მუშახელის დასაქმებაც, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ენის ბარიერიც კი არსებობს და იგივე როდესაც ვსაუბრობთ მომსახურებაზე, სწრაფი მიწოდების სერვისზე და ასე შემდეგ, ალბათ ეს პრობლემებიც არსებობს. თუ შევადარებთ ზოგადად ქვეყნის მდგომარეობას ან სხვა ქვეყნის თუ გაქვთ რაიმე მონაცემი, ასეთი სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რა სურათი გვაქვს, რა მდგომარეობაა და ეს წლიდან წლამდე ზოგადად რამდენად გაუმჯობესების ან გავარესების ტენდენციას აჩვენებს და საკმარისია თუ არა ის ტემპები და მაჩვენებლები, რითაც უმჯობესდება მდგომარეობა. ACT კვლევას სამწუხაროდ სხვა ქვეყანაში არ ჩაუტარებია მსგავსი ტიპის კვლევა, რომ შედარება გავაკეთოთ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ზოგადად იქ არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით, რომ შევადაროთ ჩვენს სურათს. ჩვენ უბრალოდ მოვიძიეთ ზოგადად ტენდენცია როგორი არის მომსახურების ხარისხის რა კრიტერიუმებით ფასდება და ანალოგიური არის. ჩვენი კვლევითაც დადასტურდა ეს, რომ 2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები რაც იყო მომსახურების ხარისხის შეფასების, მიმდინარე წელსაც იგივე კრიტერიუმები ამოვიდა იმ თანმიმდევრობით. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კრიტერიუმები, რითაც მომხმარებელი აფასებს მომსახურების ხარისხს, შედარებით სტაბილური არის. ნინი, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ნინი პაქსაშვილი, ACT კვლევითი ანალიტიკოსი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.